Are you agree? Okay. What? Why? არ ყავს მაყურებლები ვაფშე. მოვლენ. გადემოსტიკი. ერთი მაყურებელი დიდება შენ გამოჩენას. სამი. აი გიამოვიდა და მოემატებია. ანტი სამი წავა. 4. გული ამოვიდა წავედი. თუ მოვიდა. ერთო მიგატოვა, ერთი შემოვიდა. ეს ჭვიანებით თუ ხო? ხა ჩავართ კულისებში, კურაკურას. კურაკურის. კურაკრის. კურაკრის. ხა იმაზე ვარ დიწყზე, ანუ ხო, აი ცოტა მოემატოს ხალხი და ისმენთ. რომელი? 3 მიწისთხილი და 5 კვერცხი. გამარჯვებია. მიწისთხილი. ჭავჭავაძის მატჩი მეორე სართულზე და ქავთარაძის ფუტბოლში პირველ სართულზე. რავი, ორივეგან ბევრი რამეა ეხლა დღეს. აი ერთნაირად რა გუშინ მივიღა და გადავანწოთ არვე ფილიალში. აი ისინი ესეთია? კი გვაქვს. და ისეთი ცალკე მოგვეცია. მიწისქვეშ რო არის ჟელე მაგაზე ამბობთ? ხილი? ხილი აღარ, მე გავიგეთ ხილი. კარგი. ნახონდეს. ერთ სიტყვა მაინც უთხრა ხალხს სანამ ტელეფონს არ ვეთქვი. რამდენი ადამიანი? ძალიან კაი. მაშინ ვეთქვი. ვეთქვით იმას, რომ ჩვენ გავაკეთეთ YouTube-ის არხი, სადაც დაიდება, ანუ იქნება პლეილისტები, იმიტომ ძალიან ბევრი იდეა გვაქვს ვიდეოთან დაკავშირებით და ჩვენ Facebook გვერდზე ძირითადად რომ დავდოთ ყველა ვიდეო, ძალიან გადაიტვირთება და არ გამოვა. ამიტომ ყავს ახალი არაჩვეულებრივი თანამშრომელი გიორგი, რომელიც ამ ყველაფერს თაოსნობს და გააკეთა Facebook-ის გვერდი YouTube-ისთვის, რომელიც არის ეს გვერდი და აქ ხა გადმოგიტყუებთ, აქ დავდებთ ხოლმე ვიდეოებს, ანუ ლაივებს და არა მარტო და მე ამ ყველაფერს ავტვირთობ YouTube-ზე. ანუ YouTube-ზე იქნება პლეილისტები, როგორც ჩვეულებრივი ვიდეო, ანუ პროდუქცია გარეკლამდება ისევ ძირითად გვერდზე, კურაკურასი, ახალი პროდუქცია და აი სხვადასხვა თემატური ვიდეოები გვექნება, ანუ ტყარწით რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ კეთდება ტყარწი, ბევრი გეგმა გვაქვს, აი ამ ყველაფრის პლეილისტები მე დაიდება YouTube-ზე და უკვე შეგეძლებათ ხა YouTube-ზე ბევრად მარტივია ვიდეოების ყურება, რომ ჩართავ და გავუშვებ და მიდის რიწინი თავის. ხო და ეს არის ამ ყველაფრის არსი, ანუ რომ კითხვები ნახეთ შენ და რას კიდევასთან რასაც თამაშებთ და მეტი კითხვა არ არის, დანარჩენი ხო არის? მოვედი. დავიდი. აი ლაივი რო გააკეთა. ხო, გააკეთა. კი. ხო და ვათამაშებთ ეხლა ნახე რა. გვაკეთეთ ახალი პროდუქტი. გიგანტურ კვერცხებში არის კინეტიკური ქვიშა, უმაღლესი ხარისხის თავისი ჭყუიალებით, ანუ მეტალიკური კინეტიკური ქვიშა. ეს აქ საქართველოში ბაზარზე არ არის ჯერ, ამერიკაში არის კაი ხანია და ეს სხვა ფერი. და გავათამაშოთ ეს და რა კითხვა დავსვათ? რა კითხვა დავსვათ? ხო. ინტერნეტი არის ჭერს აწერია ზემოთ. ან ცუდი კავშირია. სად თბილისის რომელ უბანში ხსნით ახლა ფილიალს ორშაბათს? სალამე ბარბაკაძემ სიმპათიური ბოსი ყავთ. ეხაც. გუდანშია გიორგი ხივავა მოიგო, აი ეს საოცარი კვერცხი. ალბათ უნდა მოხვიდე ვაკეში ამის სასახელოდ, და მარტო ვაკეში. ეხლა გავათამაშოთ კიდე რა? რამე კაი. აი ეს. რამე კაი. დიდოსტატის ლორწო დიდოსტატის მარჯვენა.
და დავსვათ ესეთი კითხვა. საქართველოს რომელ ქალაქში იხსნება ასევე ორშაბათს, ასევე ჩვენი ფილიალი. თამაშდება დიდოსტატის მარჯვენა ლორწო. თან შეგვიძლია აჩვენო ხალხი. გაიცანით. ეს კი ჩვენი დინოზავრის დედა ცნობილი ნინო გეჯაძე, როგორ გადასარევად ემსახურება ჩვენ არაჩვეულებრივ მომხმარებლებს. აბა, აქ რაღაცებს წერენ. განში. ანუ ქუთაისში არა, გიორგი თხილავა კი თქვა პირველმა, მაგრამ ერთ კონკურსში ორი ადამიანი გამარჯვებული ვერ იქნება, ანუ შემდეგი ქუთაისი ეწერა თეო ნას. და თეონამ შეუძლია აიღოს ეს დიდოსტატის მარჯვენა ლორწო. მეორე სართულზე და ქავთარაძესა გუგლში პირველ სართულზე. აი და ეხა მესამე გავათამაშოთ აი ეს. კი. ფოსფორის ლორწო, რომელსაც სინათლეზე რო დადებ და მე სიმნელეს შეიტანთ, ანათებს და დავსვათ კითხვა. რა კითხვა დავსვათ? ქავთარაძე და რომელსაც ხო, რომელსაც იკეთება ყურაყურა ქავთარაძის ფილიალში. თეონა, მოდი ვაკეში. თუ გინდა ქავთარაძეზე მიდი, ეს ლორწო აქაც არის, იქაც არის. თეონა მოიგო? შემთხვევით 21-ზე არა. გისმენთ. 9-ზე არა. გამარჯობა. რომელზე იკეთება ესე? არა. ქავთარაძეზე ვარ გუგლში პირველ სართულზე. 10-ზე. ნინი manners-მა მოიგო ბატონო. მოიგო ნინი ეს ფოსფორის ლორწო. ხო. 27-მდე შეავედი. ჩვენიერია და პირველი. კიდე არა, მე მგონი 3 გათამაშე მოკეთ. იმის ხმა მინდა რომ ეს გათამაშდა უკვე. ამ გვერდზე უთხარით მეგობრებსო, ეს გვერდი მოიწონონ, რომ გააქტიურდეს, რომ YouTube-ი მოუხოდოთ და მალე მოიცვათ მთელი საქართველო და მთელი პლანეტა. რომელი და რომელი. ამინ. აი, შეკო, რავი, თუ გინდა შენება ასე ხარ. და ის კიდე პასუხებს წერენ. ხო, აბა შემდეგ შეხვედრამდე ეს დავიმშვიდობოთ.